რუბრიკაში კვირის თემა გაგაცნობთ მნიშვნელოვან მოვლენას. გასულ კვირას დასრულდა დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი. ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. თავარი პრობლემა დევნილებთან დაკავშირებით მაინც არის მათი განსახლება, რომ თვითონ მათგანს ჰქონდეს საკუთრება. დღეს დევნილის ინტერესის გათვალისწინება არის პრიორიტეტი. ახლა მთელი რიგი ძალიან კარგი კვარტლები კეთდება, სადაც სწორედ დევნილები იცხოვრებენ, ეს არის ვთქვათ, იგივე თბილისის ზღვაზე მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც 600-ზე მეტი დევნილი მიიღებს ბინას. ასეთია ვთქვათ, ახალი მშენებარე კვარტლები ქუთაისში, ზუგდიდში, ის 320 ბინიანი კვარტალი, პატარა კვარტალი ჩასახლება, რომელიც ასევე ზუგდიდში გაკეთდა. მსგავსი კვარტალი გაკეთდა სააკაშვილის პერიოდში ფოთში. ოღონდ განსხვავება ის არის, ფოთში ადამიანების შესახლება მოხდა ძალადობრივად, ანუ იყვნენ ადამიანები, ვისაც უნდათ ბინები, იყვნენ ადამიანები, ვისაც კატეგორიულად არ უნდათ ფოთში და ისინი ძალად გადაასახლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იქ. ეს მიდგომა არის პირველ რიგში შეცვლილი. მეორე, დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ იმ ფართებში, რომლებიც მათ კანონიერად აქვს დაკავებული, ანუ სახელმწიფომ შეასახლა. ყველგან, სადაც დევნილი ამბობს, რომ მას მოსწონს ეს ბინა, მას მოსწონს ეს ფართი, ჩვენ ვუკანონებთ მათ ამ ფართს და ისინი ხდებიან კანონიერი მფლობელები ამ ფართის. მესამე, სადაც ისინი ცხოვრობენ კერძო საკუთრებაში, თქვათ, ყოფილ საბჭოთა სასტუმროში, ტურბაზაში და ასე შემდეგ, აქაც ვცდილობთ, რომ მივაწიოთ მოლაპარაკებას, ვყიდულობთ მეპატრონებისგან ამ ფართებს და უკანონებთ ისევ და ისევ დევნილებს. ანუ ამ ხრივ პროცესი წავიდა ძალიან სწრაფად. ოლიმპიურ სოფელში პირველ რიგში ვიტყვი, როდის მოხდება შესახლება, იმიტომ რომ ვამბობდით, რომ 31 აგვისტოს უნდა დამთავრებულიყო და სექტემბერში უნდა უკვე კომისიები უნდა ყოფილიყო, რომლებიც იმსჯელებდნენ, ვინ შესახდებოდა. ჩვენი ვადები დავიცავით, ანუ პრაქტიკულად ჩვენ შევისწავლეთ თითოეული დევნილის საქმე, მორჩით დამთავრდა მონიტორინგი, ორშაბათიდან ვიწყებთ კომისიებს, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ჰუალინგმა გარკვეული სამუშაოების დასრულება ბოლომდე ვერ მოასწრო და ითხოვა დამატებით 2 თვე, ბუნებრივია ეს 2 თვე მივეცით. ახლა მშენებლობის პროცესი ისეთი პროცესია, როდესაც შეუძლებელია ყოველთვის სუსტად დღე-დღეში ჩაჯდე. მით უმეტეს ამას ხელი შეუშალა იმართლაც გრანდიოზულმა და ძალიან ლამაზმა ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა, რომელიც ჩატარდა თბილისში. ასე რომ ეს 2 თვე დაემატა, თუმცა ამ ამასობაში ჩვენ ისევ გავიმეორებ, ჩვენი ნაწილი შევასრულეთ და უკვე გაკეთებულია მთელი სამუშაო გარდა კონკრეტულად განაწილებისა. რაც შეეხება განაწილებას, განაწილებისთვის გვაქვს 3 სხვადასხვა კრიტერიუმი. პირველი კრიტერიუმი ეს არის ის ადამიანები, იმ ადამიანების ნაწილი უფრო ზუსტად, რომლებიც გრევად ობიექტებში ცხოვრობენ. იქ სადაც მათ სიცოცხლე შეიძლება საფრთხე მუქრებოდეს და სასწრაფოდ არიან გამოსაყვანი. ერთი ეს კატეგორია, მეორე კატეგორია ის ადამიანები, რომელთა წინაშე სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული. რა არის ეს ვალდებულება? მაგალითად არსებობს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა, რომელმაც 2007 წელს არ მიიღო ბინა, იყო ეს უკანონოდ, უნდა მიიღო მაშინ, თქვა საიდანაც გამოასახლეს და ალტერნატივა შესთავაზეს და ეს ამ ადამიანს ხელში უჭირავ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ის. ბუნებრივია, რომ ეს ადამიანებიც აი ამ რისკში მოხვდებიან. მეორე, ასეთივე ადამიანების რისკს განეკუთვნებიან ის ხალხი, ვისაც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში თქვა დაუშვა ჩვენმა სამინისტრომ მისცა გარკვეული ადმინისტრაციული დაპირება. რატო შეიძლება გაცემულიყო ეს ადმინისტრაციული დაპირება? მაგალითად, დევნილი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც შესახლდა 20 წლის წინ. ცხოვრობს კანონიერად, სამართლებრივად, მართლა ეს არ არის მისი საკუთრება, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილ ფართში ცხოვრობს კანონიერად. მოდის ინვესტორი, რომელიც ამბობს, რომ ის მზად არის, აი, თქვათ, ეს კონკრეტული პროექტია 100 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. ბუნებრივია, სახელმწიფო სურვილი აქვს, რომ ეს ინვესტიცია მოხდეს, ხელი უნდა შეუწყოთ ინვესტორს, ამიტომ თავაზობთ დევნილს, რომ ჩვენ გაგიყვანთ ქირით, დროებით, რომ ამ ადამიანმა აქ დაიწყოს მუშაობა და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გაკმაყოფილებთ ბინით. ან მეორე ვარიანტი, დევნილები ცხოვრობენ საბავშვო ბაღის შენობაში ან სკოლის შენობაში, ან განათლების სამინისტროს ან მერიას
თვითმმართველობის ორგანოს სჭირდება დღეს ეს შენობა, ვთქვათ, საბავშვო ბაღი, გვეუბნება, რომ იქნებ გავგვითავისუფლოთ, ჩვენ მივდივართ შემოხვედრ ნაბიჯზე ბუნებრივია, სამაგიეროდ ამ ადამიანების წინაშე ვიღებთ ვალდებულებას და ესენი უნდა დავაგმოვებთ. ანუ ეს მეორე კატეგორია. და მესამე კატეგორია ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ქულების სისტემაში ყველაზე მაღალ საფეხურზე არიან, ყველაზე მაღალი ქულები აქვთ. ცხადია, რომ ყველა დევნილი მიიღებს ბინა, ხო უნდა მიიღოს, მაგრამ არის ადამიანები, რომელმაც თავისი შრომით, თავის გარჯით, მაგრამ სახლი შეიძინა, კარგად ცხოვრობს, ისე არ უჭირს და არის მეორე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მძიმე პირობებში, ძალიან გაჭირვებულად, ხო? რომ ვის უნდა მივანიჭოთ პირველ რიგში უპირატესობა. ნუ ცხადია, უპირატესობა პირველ რიგში უნდა მივანიჭოთ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრობს და ყველაზე გაჭირვებულია. და გარკვეული კრიტერიუმები არის შემუშავებული, სადაც მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, სოციალურ დაუცველობის გამო, თქვა იმის გამო, რომ მრავალშვილიანი ან შეზღუდული შესაძლებლობის პირი ყავს ოჯახში ან რაღაცა, ყველას ენიჭება გარკვეული ქულა, ან ომის ვეტერანობის გამო და ასე შემდეგ. ეს ქულები გროვდება და ყველაზე მაღალქულიანები მაყოფილდებიან პირველ რიგში და შემდეგ მოდის ქვემოთ თანდათან. აი ეს სამი კატეგორია. ბალანსი უნდა დავიცვათ ისე, რომ ყველა კატეგორიაში ყველაზე მძიმე და ყველაზე მოწყვლადი ფენა დავაკმაყოფილოთ პირველ რიგში. თბილისში 600-ზე მეტი ოჯახი, უბრალოდ 630 ოჯახი მიიღებს თბილისის ზღვაზე. აქედან 330 წელს ზუსტად 300 გაიზარდა წლის პირველ ნახევარში. ოღონდ ამას ემატება იგივე ქართველი მენაშენებისგან გამოსყიდული ბინები, რომლებიც ასევე 300-მდე აღწევს, ანუ ჯამში მარტო აი ამ ორი პროექტით მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წლის დასაწყისში 900-ზე მეტი ადამიანი მიიღებს, ხოლო კიდევ შემდგომი 3 თვის განმავლობაში ასევე რამდენიმე ასეული ადამიანი მიიღებს ბინას. ძირითადი მშენებლობები ჩამოუთვალეთ, ეს არის თქო, სადაც დაწყებული გვაქვს ზუგდიდი, ქუთაისი, გორი. ამას ემატება იგივე მენაშენებისგან გამოსყიდვა, რომელიც ხდება ქუთაისში, რამდენიმე 200-ზე მეტი ბინა, 200 კი არა 300-მდე ბინა, მარნეულში, სადაც დაახლოებით 50 ბინას ვყიდულობთ. მშენებლობები, რომელიც აი წლის ბოლომდე დამთავრდება და 200-მდე ადამიანი შესახლდება, თუ ზუსტად მახსოვს 160 ოჯახი შესახლდება ხაშურში, ასევე ახალციხეში, სადაც დამთავრებული გვაქვს მშენებლობა და 100 ბინიანი სახლი არის დამთავრებული შესასახლებლად და ნაწილი ვინც შესახლდება უკვე გამოვლენილია. კასპში, სადაც გვაქვს რაღაც რაოდენობა თავისუფალი ბინების, სადაც ყოველდღიურად მიდის შევსება და შესახლება, ასე რომ ამ ხრივ პროგრამები პრაქტიკულად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მუშაობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, ხა უამრავი დევნილი მოდიოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცირა მე ავიღეს ეს ხი, გავიჭირვე, ბინა ვიყიდე, ჩემი სახელმწიფოს არ დაველოდე, მაგრამ ნუ რაღაცის გამო ვთქვათ, ვიღაცამ სამსახური დაკარგა, ვიღაცა შემოსავალი შემოწირდა, თუნდაც ამ ლარის დევალვაციის გამო შეექმნათ პრობლემები ამ სესხის დაფარვის და ისინი ამბობენ, რომ რაც ბინის მშენებლობა ჯდება, იმის ნახევარი, იმის მესამედი რომ მომცეთ ეს, მე ვიქნები ბედნიერი და გმაყოფილი, იმიტომ რომ სახლი რომელიც მე ვიყიდე, ან მე ავაშენე, იმას შევინარჩუნებ და ბანკი ვერ წამართლოს და ჩვენ წავედით შემოხვედრ ნაბიჯზე, მოგვეწონა ეს იდეა, ჩავთვალეთ ეს იყო სამართლიანი მოთხოვნა მათი მხრიდან, გამოაცხადეს სპეციალური პროგრამა და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა აღებული სესხი, იპოთეკური მიზნით, სახლის შეძენის მიზნით, მილიონი ლარი გამოვყავით პირველ ეტაპზე და დაახლოებით 50-მა ოჯახმა მიიღო დახმარება ამ პროექტის ფარგლებში. ვნახეთ, რომ საჭირო პროექტია და სავარაუდოდ მომავალ წელს კიდევ გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, რაც ვახსენე ერთხელ უკვე, კერძო მესაკუთრეებისგან ფართების გამოსყიდვა, 700-ზე მეტი ბინა გვაქვს გამოსყიდული კერძო მესაკუთრეებისგან, რომლებიც დაუკანონდათ დევნილებს, დაუკანონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კერძო საკუთრებებში ცხოვრობდნენ. სოფლის სახლი, რაც გულისხმობს შემდეგს. ადამიანი თვითონ მოდის, ამბობს, რომ იპოვა სახლი გარკვეული თანხის ფარგლებში და უნდა რომ ეს შეისყიდოს. ძირითადად ეს არის სოფლებში, იმიტომ რომ ქალაქში ბინა შედარებით ძვირია და ამიტომ უფრო სოფლებში მუშაობს ეს პროგრამა. სამინისტრო სწავლობს ამ ადამიანის მდგომარეობას და თუ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელთაც მან ბინა უნდა მიიღოს, ჩვენ ვყიდულობთ მისთვის ამ ბინას, ვასახლებთ ამ კონკრეტულ ბინაში და
რითია ეს კარგი პროექტი? კარგი ამით, რომ პირველი, ძალიან სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მეორე, ადამიანი რომ ამბობს, რომ მე ეს სახლი მინდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას ის მოსწონს, ეს მისი არჩეულია, მოსწონს მეზობელი, მოსწონს გარემო, მოსწონს ჰავა, რომელიც იქ არის, მოსწონს, რა ვიცი, დასაქმების საშუალებები, რომლებიც შეიძლება გააჩნდეს ამ ხრივარი კარგი. და მესამე, როგორც წესი, 99% შემთხვევებში ეს არის სახლები თავისი შემოსავლის წყაროებით, ანუ მიწა, საშუალებები რო იყოლიო საქონელი და ასე შემდეგ, იყო შემთხვევა მაგალითად, როდესაც ზუგდიდის რაიონში ვიყიდეთ მიწა 8 ჰექტარი, ესა სახლი 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთით. ან იგივე ზუგდიდის რაიონში, ზუგდიდიდან 6 კილომეტრში, სახლი კი არა, სასახლე ჰექტარ ნახევარზე გადაშენებული თხილისა და ციტრუსის ბაღებით. ან თქვათ გურიაში სახლი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ჰექტარზე გაშენებული ციტრუსები და თხილი ჰქონდა, ისე იყო მშვენიერი მოწყობილი ეზოში თევზის მეურნეობა და ადამიანს შეიძლება მარტივად მოეშენებინა თევზი და თავი რჩინოს ელემენტარულად ამეთი. ამ ხრივ ეს არის ძალიან მოქნილი და კარგი პროექტი. და კიდევ ერთი მიმართულება ეს გვაქვს უკვე არსებული შენობების რეაბილიტაცია. ძირითადად ეს ეხება იმ შენობებს, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაკავებული ჰქონდათ, ხდება მათი გარემონტება, რეაბილიტაცია, გამაგრება, ახალი სიცოცხლის შთაბერვა ამ შენობებისთვის და შემდეგ საკუთრებაში გადაცემა დევნილებისთვის. მარტო საკუთრება რო ავიღოთ, უკვე 10000-მდე დევნილმა მიიღო საკუთრებაში სახლები, აი ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დღიდან.